საღამოს ლოცვა. ო, შენი ხალხის მოყვარულო, შენ მიმეცი იესოს ხელთ. ჩემი გამომსყიდველისა, მბრძანებლისა, ნეფისა, მეგობრისა და მასში ზრუნავ ჩემზე. დამიცავი, რათა ვიყო წმინდა და უვნებელი, შეურყვნელი და განცალკევებული ცოდვილთაგან. და არ ვუსმენდე უცხოთა ხმას. არამედ მივდიოდე მასთან, სადაც არის იგი და მივყვებოდე იქით, საითაც გამიწვება. შენ განბანე წყაროში, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აშორებს ცოდვებს. განწმინდე მე დღევანდელი დღის ჭუჭკისაგან. დღეს დაშვებულ შეცდომათაგან. დღეს გამოჩენილი ზნეობრივ სისუსტეთა და საზიანო უკიდურესობათაგან. რათა შევძლო სრულყოფილი ხასიათის გამომჟღავნება იესოში. ო, უფალო, რომელმაც მოწაფეებს დაბანე ფერხნი. გამოიჩინე ჩემდამი დიდი მოთმინება და შემწყნარებლობა ჩემს სისუსტეთა მიმართ. განაგრძე მოქმედება მანამ, სანამ შენი დიადი საქმე არ აღსრულდება ჩემში. სურს, ყოველ მხრივ დავიმორჩილო თავი ჩემი. დავძლიო ხორცი მის გულის თქმებსა და მის სწრაფებებთან ერთად. დაავლაგმო იგი. შემოვსაზღვრო ჩემი შინაგანი და ჩემი ღვთის მოსაუბა მძიმე ცოდვათაგან. შევზღუდო ჩემი ხორციელი გონების დახვეწილი ძალა. მთელი არსებით შენ სადიდებლად ვიცხოვრო. კრუ ვიყო დაუმსახურებელი განკითხვისა და ადამიანთა ქების მიმართ. ვერაფერი ავნებს ჩემს ახლად შობილ შინაგან კაცს. არაფერს ძალუძს მისი ძლევა ან განადგურება. ურყევი რჩება ჩემში შენი სულისუფლობა. საკმარისია თუ კი შენ მამართლებ და თუ კი სინდისი არ განმსჯის. შემაძლებინე, ვიყო თავმდაბალი, შენზე დანდობილი, დიდი სიხარულით აღვსილი. ისევე მშვიდი და წყნარი, როგორც ძუძუთა ჩვილი. თუმცა გულმოდგინე და მშრომელი. უფრო მეტად მსურს ყოფნა და არა კეთება ყოფნა იესოს მსგავსად. შენ თუ გამამართლებ, ვიქნები მართალი. უფალო, შენ გეკუთვნი. მაგციე შენს ღირსად.